მოგესალმებით, მე ვარ ნუკრი დიერაშვილი, ჩინური მედიცინის ექიმი და ექსპერტი. ჩემმა ვიდეომ მაღალ წნევასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, 320,000 ნახვაზე მეტია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე არის მაღალი წნევის მატარებელი. ამიტომ საჭიროა რა თქმა უნდა ამის კურნალობამ. კი, მე ამ ვიდეოებს ვძებ, ეს ძალიან დაგეხმარებათ, მაგრამ იქ შეიძლება კიდევ იყოს სხვადასხვა მიზეზები. მე კიდევ ერთხელ გავუშვებ ამ ვიდეოს, მაგრამ ჯობია რომ კონსულტაციებისთვის დამიკავშირდეთ, რათა რაიმე ცუდი შედეგი არ გამოიწვიოს ამ წნევამ, როგორც ვიცით, მაღალი წნევა იწვევს ინსულტსა და ინფარქტს. ესე იგი, აგერ ამ ორთიც ვაერთებთ და შემაღლებულ ადგილას ვახდენთ მასაჟირებას, ამ ადგილის მასაჟირებას 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ უკვე აგერ პირველი ხაზი, მაჯის სახსარი, ხო? 3 თითი და 3 თითის შემდეგ აქ გადის 2 მყესი ამ ადგილას და 2 მყესი ამ მყესების შუაში. აი ესე, ისევ ესე ვახდენთ 3 წუთის განმავლობაში მასაჟს. ეს რა თქმა უნდა დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას. ასევე გული რომ დავიცვათ, თქვათ რომ არ მოხდეს ინფარქტი, ამას არავინ არ ასწავლის, მაგრამ მე ვდებ. ინფარქტი რო არ მოხდეს, ამიტომ ვხრით თითებს ესე, აი ნეკა თითი სადაც ეხება, ხო, ამ ადგილას. აგერ აქაც 5 წუთის განმავლობაში ვაკეთებთ მასაჟს, ან ესე წრიულად, ან დაწოლით, ან სულაც აგერ ესე. შეგვიძლია 5 წუთის განმავლობაში, როგორც ერთ ხელზე, მარცხენა ხელზე, ასევე აგერ 5 წუთის განმავლობაში მეორე ხელზე, ან წრიულად, ან ესე დაწოლით, ან უბრალოდ აი ესე ხელს ვამოძრავებთ და წერათ ითქით ვაწვევით იმ წერტილს. ასევე სიცხლძარღვების გაწმენდისათვის ეს ჩინურ მედიცინაში არის საიდუმლო, ამას არავინ არ იძახის. სიცხლძარღვები რომ გახდეს ელასტიური და სიცხლძარღვები რომ გაიწმინდოს. სიცხლძარღვები არანაირი ნაყენებით და წვენებით და რაღაც ბალახეული იმით არ იწმინდება, არავინ მოგატყუილოთ, არც რამე წამლებით და ნივთიერებებით. ერთადერთი მეთოდი სიცხლძარღვების გაწმენდის არის ეს. აქ ბევრი გამოდის TikTok-ზე, ბევრი ქართველი, ინდუელი თუ არ ვიცი საიდან ჩამოსული, რომელიც იმისათვის რომ გაასაღონ თავიანთი საკვები დანამატები, თქვენ რაღაც სისულელეებს გეუბნებიან, ვითომ მათი საკვები დანამატები წმენს სიცხლძარღვებს, ორგანიზმში რაღაც ახდენს ცვლილებებს, ტყუილია. ანუ გვიჭირავს ხელები ესე, თავისუფალ დროს ვზივართ სადმე და 10 წუთის განმავლობაში, 5-დან დაიწყებთ 10 წუთის განმავლობაში, აი ვაკეთებთ ესეთ მოძრაობას, თითების გაშლა, ხელის გულები შეერთებულია, აი ბოლოში. გაშლა მოხრას. აი ესე მთლიანად უნდა გაეშალოს, მოიხაროს. ეს წმინდავს სიცხლძარღვებს. რატომ? იმიტომ რომ მერიდიანები, ყველა მერიდიანის დაბოლოებები მოდის თითებზე, ანუ თითის წვერებზე. მუშაობს ყველა მერიდიანი, აქტიურდება ყველა მერიდიანი, რის შედეგადაც ხდება სიცხლძარღვების გაწმენდა, განსაკუთრებით თავის ტვინში. თავში ხდება სიცხლძარღვების გაწმენდა, სიცხლძარღვები ხდება ელასტიური, ანუ ეს ახდენს ინსულტის პრევენციას. აი ეს 3 მიყოლებით, ეს 3 ესე ვთქვათ, სამკურნალო მეთოდი მე მოვაქციე კომბინაციაში, რაც უნდა აკეთოთ თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი. მადლობთ ყურადღებისათვის.